ცხადი არც ერთ სიტყვა არ იყო გადამეტებული ირაკლის მონოლოგში და ეს ყველაფერი ძალიან მალე კიდევ უფრო ხელშესახებად საგზნობი გახდება თითოეული მოქალაქისთვის, არა უბრალოდ აქტიური, პოლიტიკურად აქტიური ადამიანისთვის, პოლიტიკოსისთვის, არა სამთავრობო სექტორის თუ მედიის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლისთვის, არამედ მათთვის, ვინც იმ მარტივ სიკეთეებს იღებდა მაგალითად, რომლებსაც აფინანსებდნენ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი გავლით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის რა პროექტებიც ხორციელდება და ეს ყველაფერი შეიძლება ერთხელ დაიხუროს და მათ შორის ჩვენ ნახეთ ხო იგივე სტუდენტურ გასვლით პროგრამებზე გერმანიის განცხადება, ლიტვის განცხადება, ანუ ის ყველა სიკეთე, რასაც უფასოდ ამ სიტყვის ყველაზე ტრადიციული გაგებით საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე იღებდა, ეს გაქრება. და ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ერასმუსის ერთი პროგრამით, ჯერ ცხადი ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ მასშტაბები რო წარმოვიდგინოთ, მხოლოდ 2022 წელს 2000 ქართულ სტუდენტს მიეცა საშუალება უცხოეთში, ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიეღო განათლება და შემდეგ აქ ჩამოსულიყო და საკუთარი ქვეყნისთვის მოიხმარდა წინ წასულიყო, ანუ რეალიზების საშუალება ქონდა, ანუ რეალიზების საშუალებას ართმევს ყველას ეს რეჟიმი, რაც მათ შორის დიქტატურის ერთ-ერთი გამოხატულებაა. საქმე უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაც ამ საფრთხებზე ჩვენ რუსული კანონის პირობებში საუბრობთ, უბრალოდ ახლა კანონების ისეთი კასკადი შემოგვემატა, რომელიც არის ცენზურის უპრეცედენტო ცდელობა ისტორიაში ამ ქვეყნის დამოკიდებულ. აქვთ მიღებული ინფორმით, რა ფორმებითაც ჩვენ ახლა საუბრობთ და როგორც პირდაპირ გადმოთარგმნეს ჯერ რუსეთიდან და ბჭყალებში გადმოთარგმნეს მე თითქოს ამერიკიდან, მაგრამ ბელორუსში ეს პროგრამები ჩაკეტილია, იმიტომ რომ დემოკრატია არ არსებობს ზოგადად და მათ შორის მსგავსი კანონების მიღებაც არის დემოკრატიის არარსებობის და მოსპობის გამოხატულება. მეორე ნაწილი და მთავარი რაც არის ჩემი აზრით, რაც შეეხება რა უნდა გაკეთდეს. ცხადია ჩვენ არ ვართ გამარჯვებულები, ეს იქნებოდა თავის მოტყუება და ტყუილი, ჩვენ ვართ რაღაც შუალედურ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ ქართულ საზოგადოებას ზურგს უმაგრებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და ეს გამოიხატა იგივე სამხედრო დაზვერვის სააგენტოს განცხადებით, როდესაც ვნახეთ მათი პირდაპირი, ეს ვთქვათ, საერთაშორისო ანგარიში, რომ კი რუსულ გავლენები იზრდება ქართული ოცნების ქმედებების გამო. მეორე, მე არ მჯერა, რომ ქართველს, რომლის იდენტობის ნაწილი არის ძირის რუსეთის დამპალი იმპერია, საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და რომელიც ერთგვარად ამ ჩვენს დნმ-ში გაჯდა 9 აპრილის მიმდინარე მოვლენების პერიოდში და მთავარი ერთგვარ ბანერად იყო, ხო, იმ აქციის ფოტოებს, როდესაც ვათვალიერებთ წარმოდგენილი, არ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქე მიიღებს ისეთ მართლობას, სადაც ძირის რუსული დამპარი იმპერიას შეძახილის გამო ორ სტუდენტ გონგოს გაუშვებენ უკანონო პატიმრობაში. მე არ მჯერა, რომ ქართული ტრადიცია არის სტუდენტი გოგოების უკანონო დაკავება და შემდეგ ამის აქედან გამომდინარე გაჩუმება და ამის გამო დუმილი შენარჩუნება. და მეილებიც გზავნა კიდე ჩასაშუალებლად. ამ ფარაში უფრო მტკივნეული ეგრეთ წოდებულ ფარაში ის კი არ არის რომ რაღაც არასამთავრობო სექტორში ეზღუდება საქმეობა, მედიაზე გავლენას მოახდენს და ასე შემდეგ. არა, ამით პირდაპირ ქართულმა ოცნებამ დააბრუნა საბჭოთა რუსული ტრადიციები, დასმენის მექანიზმი, რაც ყოველთვის ყველა ეტაპზე ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის იყო მიუღებელი. დასმენან დააბრუნა, ანუ საბჭოთა საუკეთესო ტრადიციებში გვაბრუნებენ და სინამდვილეში რაც ახლა ხდება და რაც ჩემი აზრით გასააზრებელი და გასათვალისწინებელია, თუ ვინმე დღეს ქართველობას იცავენ ის ადამიანები, რომლებიც 180 დღემდე უკვე პერმანენტულ რეჟიმში ცდილობენ დაიცვან საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი, შესაბამისად ჭეშმარიტად ქართული ტრადიციები, უარი დასმენას, უარი თანამშრომლობას და გამოსავალს ვიტყვი ძალიან მოკლედ. ამ ვითარებაში მე არ მჯერა, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევა, რეჟიმთან თანამშრომლობა და ეს უარიც მათ შორის არის სისტემების წინააღმდეგ ქართული იდენტობის ნაწილი და აი 9 აპრილს ცნობილი თლიანი ვიდეო კოლაჟი როა სამწუხარო დღეს სამარცხვინო ადამიანის მიერ გადაღებული გოგა ხაინდრავაზე საუბრობ ამ შემთხვევაში, ხო, აი იქაც ხო ჩვენ გვახსოვს ის შეძახილი, რომ არა, ანუ ეს არა არის ქართველის იდენტობის ნაწილი, რომელმაც საბოლოო ჯამში მოგვიპოვა ჩვენ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და რომელმაც ძალიან დიდი ბრძოლების შემდეგ მათ შორის სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებების მიუხედავად რაღაცნაირად ამ პროდასალურ რელსებზე დაგვაყენა. ამიტომ ხო, არათანამშრომლობა რეჟიმთან მისთვის ხელის არ ჩამორთმევა და ამ კრიმინალური რუსული ვითარების ნორმალიზების არ მიცემის საშუალება. ჩვენ ვართ არაორდინალურ, არანორმალურ ვითარებაში, ხო, რაღაც ანუ ბოლო თვეები განსაკუთრებით და ამ არაორდინალურ, არანორმალურ ვითარებებს ჭირდება არანორმალური გადაწყვეტის გზები. ამ შემთხვევაში, ანუ არაჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ქმედებები და ამ რეალობაზე მორგება. ბრძოლის ველი, მისი კლასიკური გაგებით, როგორც არის, იმ ბრძოლის ველზე უნდა ადაპტირდე იმ თამაშის წესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დაპირისპირებაში თუ ამ რბოლაში შენ შეიძლება აღმოჩნდე. შენ რაღაც
არ შეიმჩნიო რომ რაღაც რადიკალურად იცვლება ამ შემთხვევაში 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან და კონსტიტუცია საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს და მართლა გადახიეს, ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ზოგადად არჩევნები არის ნორმალურ ვითარებებში ხელისუფლების ცვლილების გზა. შენ ამ ვითარებაში ამბობდე, როდესაც ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები უკვე დაემატნენ ამ პოლიტპატიმრების სიას. სამწუხაროდ, როდესაც რიგი პარტიები ვერ ბედავენ და განცხადებასაც ვერ აკეთებენ სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად და ესეც უკვე შესამჩნევია. ესეც უკვე პრობლემა. კი, ზურაბ ჯაფარიძე იყო გამონაკლისი, მაგრამ როდესაც ხო, პირდაპირ ვიტყვი, ხახარიას პარტიასთან დაკავშირებით, როდესაც მორალურ სიცხადეზე ვსაუბრობთ, როდესაც მორალურ სიცხადეზე ვსაუბრობთ და როდესაც იცი რომ უპირობო პოლიტიკა ხო და ეგ ნიშნავს იმას რომ ამ შემთხვევაში მათ პრობლემა სისტემასთან კი არ აქვთ ადამიანებთან აქვთ პრობლემა და არა სისტემასთან როგორც უსამართლო სისტემასთან ან როგორც უსამართლო სასამართლოსთან არ შეიძლება ეს სასამართლო ან ქართული ოცნება იყოს უსამართლო მაგალითად ჩელესთვის და ნიკასთვის ჩემთვის იყოს სამართლიანი ან მეტნაკლებად სამართლიანი ეგეთი მიდგომები არ არსებობს ეგეთი მიდგომები პროაქტიულ მხარდაჭერაზე ალბათ საუბარი მაგრამ მაგაში დაგეთანხმებიან და მინდა რომ პროცედურულ თუ სამართლებრივ დარღვევებზე აქ არ არიან და მაგიტო არა არ ვიცი მეც ჩემი შეფასების ნაწილში შევ მივდივარ იქამდე რა თქვენ თქვით შეთანხმების ნაწილზე შეთანხმებები რომ მოხდეს ჩვენ შორის ვინც აი მაგიდასთან ვხედავთ მნიშვნელოვანი რაღაც ფუნდამენტურ საკითხზე შევთანხმდეთ ხო ანუ ვთქვათ რომ ეს საკითხი ჩვენთვის არის იმდენად ღირებული რომ ამაზე დაშენდება სამომავლო ჩვენი მოქმედების გეგმა და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დავინახავთ მომავალს ანუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მომავალში ხო ესეთი ფუნდამენტური საკითხი იმისთვის რომ ბრძოლის მომავალი სტრატეგიები, ნაბიჯები და ქმედებები გადაწყდეს არის მათ შორის შეთანხმება ადგილობრივ არჩევნებთან. ანუ ადგილობრივ არჩევნებთან არა როგორც ბოიკოტთან და ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, აი თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ეს უფრო შეიძლება პასიური ფორმა იყოს რაღაც მოქმედების. პირიქით მე ვთვლი, რომ ეს იქნება საუკეთესო მექანიზმი რეჟიმზე პროაქტიული თავდასხმის და რატო? ბოიკოტი არ უნდა გავიგოთ როგორც ხდაზღვარი არ აქვს, ხო? თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანთა მისვლის თუ არ ჩნდება. არა, ეს გქონე რომ არა. არა. ამ ბოიკოტის მიზანი არ უნდა იყოს რომ ოფისში დავრჩეთ. ხო, ამ ბოიკოტის მიზანი არ უნდა იყოს სწორად თქვა, ჩვენ ოფისში ვრჩებით და რაღაცას უბრალოდ გავატარებთ და ყურადღებას არ მივუხსენებთ. არა, ამას ესეთ უხატავს ვინმე ამას საზოგადოების ეს არის შეცდომა და მათი მოტყუება. პირიქით, ამ შეთანხმების შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი, რაზეც ხშირად გვისაუბრია, როგორც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით. საერთო გეგმის შემუშავება, საერთო მესიჯ ბოქსის შემუშავება, საერთო გზავნილების გაშვება იმისთვის, რომ აქტივობა იყოს იმდენად დაბალი არჩევნების დღეს, რომ მათ შორის ძალიან დიდი არათუ კითხვის ნიშნები გაჩნდეს დასავლეთში, არამედ კონკრეტული შეფასებები მიეცეს, რომ ეს დღე და ეს არჩევნები ჩავარდა იმიტომ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არ გამოცხადა და მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და მეორე, თუ ჩვენ 26 ოქტომბერს და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ თქვით, რომ თქვენ ჩემო თანამოქალაქეებო, წაგართვეს არჩევანის უფლება, თქვენ წაგართვეს კონსტიტუცია, კონსტიტუციით გარანტირებული 78 მუხლი, თქვენ ყავთ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, თქვენი მეგობრები არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელსაც ემუქრებათ სამუდამო უვადო პატიმრობა. ამ შემთხვევაში რას ვეუბნებთ, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა? მაშინ რატო ვატყუებთ? რატო ვთქვით, მაშინ არ ვართ მაშინ გულწრფელები? რატო ვთქვით ის, რომ თქვენ არჩევანის თავისუფლება წაგართვეს? რატო ვთქვით, რომ თქვენ წაგართვეს თავისუფალი სასამართლო? რატო ვთქვით ის, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სანქცირებულია, შინაგან საქმეთა სამინისტრო სანქცირებულია და არ აქვს მნიშვნელობა ფორმალურად მინისტრი ვინ იქნება? რატო ვამბობთ იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინ მათ შორის გააკეთა განცხადება, რომ თქვენ რეგიონში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რეგიონი ჩვენთვის, მნიშვნელოვანია პროდასავლური საქართველო და ამ პროდასავლურ საქართველოს ყავს რეალურად ერთი კვირის წინ თქვა სახელმწიფო მდივანმა, ხო, ანტიამერიკული მთავრობა, ხო? ანუ მაშინ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა, არ ყოფილვართ გულწრფელები და მაშინ მოდი რავი, ჩავლაგდეთ ან ჩალაგდნენ ის ადამიანები და ამ საქმეს შევეშოთ, ხო? ლოგიკა გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ კრიტიკული მაყურებლის გადმოსახედიდან რო ვთქვათ, ანუ თუნდაც აქტიური ბოიკოტი, ეს ცვლილებას რითი ეხმარება? მათ ეგაინტერესებთ, მათ ცხოვრებაზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. რაღაც თითქოს იმ დაშვებას მიყვებით, რომ ოქტომბრამდე არაფერი არ ხდება. იჩელენ თქვა, რომ ხო ადამიანები შეიძლება გამოვიდნენ და თქვან, რომ მე არ მჯერა ახლა რომ რაღაც აი ამ ბოიკოტით და არჩევნებზე არ გასვლით არათანამშრომლობით შესაძლებელია ცვლილების მიღწევა და 8-9 წელში ველოდები. ხო და ეს გულწრფელად გამოვიდნენ და თქვან, სინამდვილეში ეს ბოიკოტი არის მექანიზმი. ამ ქვეყანას ამდენი დრო არა აქვს. აი მაგამდე სინამდვილეში ჩელეს ლოგიკაც გასაგებია.
იყო. სინამდვილეში ეს არის მექანიზმი იმისთვის, რომ ცვლილებები დაჩქარდეს. იმიტომ რომ რაც ჩვენ ნახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სადაც წარმატება ჰქონდა, ეს იყო არაღიარების პოლიტიკა, რეჟიმის სრული იზოლაცია და 13 დასავლური ქვეყანა, რომელიც ღიად ითხოვს ახალ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. დიდი მადლობა.